დავაგევნოთ იაპონურ გემრიელობებს. ლობიოს კბილეული ჟელი, ასე ვთქვათ. პიკაჩუს ქარი, ესეთი ლობიო, ჩიპსი, რომელიც კარაქშია შემწვარი. ტოფუ, მასალები, მაგათი რაღაც წვენი. აი ეს არის რაღაც, რომელიც არის ძალიან ცხარე. სასანდაგოი. დავიწყებთ ხალხო, აუცილებლად მიაჭირე, აი ეგ პლუს და გამოგვიწერე, შენი რა მიდის? ხო არაფერი არ მიდის, ხო და გამოგვიწერე. სუნი კაია. კარაქში შემწვარ კარტოფილებით ამათა. რა გემრიელია? ცოტა უცნაური გემოაქვს და ძალიან გემრიელია თან. ანუ მართლა იგრძნობა, რომ კარაქში არის შემწვარი. აი ესეთი ლობიო გავსინჯოთ ეხლა. სუნი აქ იმენა შებოლილი თევზის. ტკბილია. ტკბილი ლობიო ცხოვრებაში არ მაქვს ნაჭამი. მე ველოდებოდი ახლა რომ რაღაცა ქელახში რომ ლობიო იციან მეგრელებმა, ეგეთი იქნებოდა, მაგრამ ვერ იტყვი რომ უგემურია, ბო ტკბილი არის. უცნაურია უბრალოდ, ხო? ტოფუ. სუნი აქ არაფრის. ნახოთ ერთი. ეს ზევიდან რაც ასხია რა, ეს სოუსი არის თუ რაღაც. არაქისის კარაქი როა იყო რა და აი წყალში გააზაო და რაღაც ცოტა სიმძაფრე მისცე, აი ეგეთი გემოაქვს დაახლოებით. სუნელები დაამატვანო. ნუ რა იმ ტოფუს? არაფრის გემოა რა კაცულდრა. ღომივით უგემურია. ღომი არ არის უგემური გიორგი რა. შემდეგ გავსინჯოთ აი ეს რაღაც. აი ესე უნდა დაყარო. სანთელივით არის. ბრინჯი არის სავარაუდოდ, მაგრამ სანთელივით არის. სანამ ეს გამზადდება, გავსინჯოთ ლობიოს დესერტი ხალხო. ჟელესებრი რაღაც დესერტი არის ლობიოს. სუნი აქ არაფრის. ასერი გემოაქვს ასიამნო. ანუ ვერ იტყვი. ლობიოს იგრძნობა ეხლა როგორ არ ვერ. ვერ იტყვი რომ იმენა აი რა ვიცი, სულ ლობიო არის, ან ვერ იტყვი. ლობიოს გამო იგრძნობა, მაგრამ აი ლაითად იგრძნობა. ლაითად არ იგრძნობა, ქრის სტრუქტურას ლობიოსია, ხო? ჟელესები. აი ესე წყალში ცოტა დარბილდა ეხლა. უნდა იყოს კატასტროფულად ცხარე, მაგრამ რაღაცა ეჭვმე კარგად. ლობიო იმენა. ცხარე საერთოდ არ არის. ნორი აქვს სიცხარე. ტკბილია პირდაპირ დესერტია იმენა. თუ რომელიმე იაპონელი უყურებთ ჩვენ არხს, ჩამოდით და წესერ ლობიოს გაგასინჯოთ. სანამ აი პიკაჩუს გავსინჯავთ, წყალი დავლიოთ რა. მწვანეა შიგნიდან, მიდი. შემაგარია. აცუდია ჩემი. მაგარია. სუდია. წყალში ჩუპაჩუსი გახსნა ეგეთი გემოა. პიკაჩუ. აი ესეთი რაღაც დევს შიგნით. ეს გავაცხელეთ. იქ რო ახატია მეკოტა რო რა უბედური ხარ. ვერ იტყვი რომ უგემურია. ქარი ქვია ამას, აი შენი ფულო ქარმა წაიღოს, აი ეგეთი პონტია.